ისტორიის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა. დროთა განმავლობაში იცვლებოდა პროფესიები და მათზე მოთხოვნის აუცილებლობაც. ზოგი პროფესია დღეს უკვე აღარ არსებობს. ხელოვნური ინტელექტის განვითარების დინამიკას თუ დავაკვირდებით, ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ პროფესიები, რომლებიც დღეს ადამიანის გარეშე წარმოუდგენელია, ხვალ ჭკვიანი მანქანით ჩანაცვლდება. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში არსებობდა პროფესია ადამიანი მაღვიძარა. ოჯახი დაიქირავებდა ადამიანს, რომელსაც შესაბამის დროს ყველანაირი საშუალებით უნდა გაეღვიძებინა დამქირავებელი. ელექტროენერგიის გამოგონებამდე ქუჩის განათება ეგრეთ წოდებულ ლამპიონის წამკიდებლებს ევალებოდათ. თანამედროვე ტექნოლოგიის გამოგონებამდე გამანაწილებელი ოპერატორები სატელეფონო ქსელების გამართულად მუშაობაზე ზრუნავდნენ. ისინი ზარებს ერთმანეთთან აკავშირებდნენ. CBS News-ის ეთერში ცნობილმა ტაივანელმა მეცნიერმა კაიფუ ლიმ განაცხადა, რომ სამუშაოების 40%-ს რობოტები ჩაანაცვლებენ, რომელსაც ამოცანების ავტომატიზაცია შეუძლიათ. ოქსფორდის და იელის უნივერსიტეტის მკვლევარები ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანურს ენების დარგში 2024 წლისთვის გაუსწრებს. ესეების წერაში 2026 წლისთვის. ის მთლიანად შეცვლის სატვირთო მანქანის მძღოლებს 2027 წლისთვის. საცალო მაღაზიის გამყიდველები 2031 წელს გაქრებიან. ბელეტრისტიკის მწერლები 2059 წელს. ქირურგიის პროფესია კი საჭირო აღარ იქნება 2053 წელში. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ადამიანური ინტელექტის 50%-ს ხელოვნური 45 წლის შემდეგ შეცვლის. 120 წლის შემდეგ კი ყველა დანარჩენ სამუშაო პოზიციას რობოტები ჩაანაცვლებენ. მეცნიერული კვლევა ნეირონული ინფორმაციის დამუშავების სისტემების კონფერენციაზე 352 მსოფლიო ექსპერტის გლობალურ გამოკითხვაზეა დაფუძნებული. აზიელ მეცნიერებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ რობოტები ადამიანებს დაახლოებით 30 წელიწადში შეცვლის. თუმცა არსებობს მეცნიერების უფრო ოპტიმისტური კვლევებიც. ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით არსებობს მომავლის პროფესიები, რომელიც მომავალშიც მოთხოვნადი იქნება და ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალი. კერძოდ, უახლოესი 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოთხოვნადი იქნება ინჟინერ-მშენებელი, ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტები, პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, ეკონომისტი-მათემატიკოსი, გაყიდვების მენეჯერი, საზოგადოების კვების ტექნოლოგი, მოხუცთა მომულელი, ექიმი, მათემატიკოსი და ბუნებრივი მეცნიერების მასწავლებელი. კვლევის თანახმად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებელთა დეფიციტია. და ამ პროფესიებზე მოთხოვნა უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიზრდება, განსხვავებით ისტორიისა და უცხოენების მასწავლებლებისგან. ჯერჯერობით ხელოვნური ინტელექტი არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ მან რადიკალურად შეცვალოს ადამიანის დღის წესრიგი. თუმცა პერცეპტრონებზე აგებული ნეირონული სისტემები მალე დასწავლადი იქნება. ამიტომ პროფესიის არჩევისას ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის კონკურენციაც.